მოგესალმებით. დღეს შემოგთავაზებთ მეგრული სამზარეულოს კოლორიტებს, A-large და გებჟალიას. ღომი დადგმული გვაქვს ჩვენ უკვე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი დაჭირდებოდა. დავადგით, შეგიძლია მოიტანო, ხო? ნახავთ რა მასა გვაქვს დადგმული. დიდი ვაჯერ არის ღომი გარეცხილი, ესე მასწავლეს. სანამ ამას დაჭირდება, ცოტა ხანი ჩალბობილი გქონდა, 30-40 წუთი ჭირდება უკვე ღერღილის მოხარშვას. სანამ ღერღილი მოიხარშება, დავიწყებთ გებჟალიის გაკეთებას. პირველ რიგში ვიღებთ ცოტაოდენ წყალს. სულგუნის ნაჭრებს რომ ჩავყრით, რომ დაფაროს, სანთებელი არა გვაქვს. ველოდებით წყლის შეწყობას. ჩვენ გავაკეთებთ მიახლოებით ამ მასით. აი, შევაშია. გუსტავსონში ვარ. დააპაუზე, ან დააპაუზე შეიძლება. დაიწყე, გააგზელე. მოკლედ, ღომი აქეთ გადმოვიტანე, გებჟალიის წყალი აქეთ, რადგან გამოჩენილი იყო. წყალი გაცხელდა და ვიწყებთ სულგუნის ჩაყრას. მიახლოებით ავიღე 350 გრამის სულგუნი. ანუ წყალი არ უნდა დუღდეს, იმ ტემპერატურასაც არ უნდა აცდეს, რომ მე შეიძლება ხაჭოსებრი მასა მივიღოთ რა. გაცხელდა, უკვე უწევთ ამას დაბალზე. ეს უნდა გადაიზილოს კარგად რა. თავის მასაში. ამას აქ რამდენიმე წამი გადაჭირდება და უკვე გადავიტანთ დაფაზე. ამ წვენს ცოტას გადავაქცევთ. ცოტას დაფაზე ამოვიღებთ. ნახე ასე წელება. ამ წვენის თლიანად გადაქცევა არ შეიძლება. ცოტა შეგვიძლია დაფიდანაც განვათავისუფლოთ. რამოდენიმე ნაკეთს ვაკეთებ, რომ უფრო შემაგდეს. კარგი თხელი ფენა უნდა გამოვიდეს, არ უნდა იყოს გახეული და ყველა მხარეს თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული. ვინდათ რომ ანუ კაი რულეტი უნდა გამოვიდეს რა, ესე ვთქვით. ანუ ესეთი ფორმა აქვს, ანუ ესია. აქ გვაქვს ნადუღი. მე ეს არის მწვანე აჯიკა. მე ამ ყველაფერს აი ესე ვაკეთებთ, ურევთ. ნადუღი, მარილი და მწვანე აჯიკა ერთმანეთში შერეული. გებჟალია კეთდება სამეგრელოს ზოგხარის ნადუღის გარეშე არის ხარები, სადაც კეთდება ნადუღით. ეხლა რა ხდება? ვაკეთებთ რულეტს. ფენიერი. ეხლა უნდა დავაცავდეთ ცოტა ხანი, რომ შემაგრდეს, გაჯდეს კარგად, მანამდე გავაკეთებთ соуს. მოკლედ ეხლა გადავდივართ соуსის კეთებაზე. გვჭირდება არაჟანი, სადაც დავიტოვეთ ნადუღის და მწვანე აჯიკის მიქსი. ცოტა ოდნავ პიტრანს დავამატებ, აქ არის არაჟანი და ცოტა მაწონი გარეული და გებჟალიას ვასვენებთ. ღომიც თუხთუხებს, ხომ ცოტა ხანი ცოტა მეტი ხანი დაჭირდება. თეთრი კათკათა უნდა გამოვიდეს. დავიწყეთ. ეხლა გადავდივართ ბლენდერთან, რომელიც თავის ადგილას არასდროს არ დევს ღომებს. გებჟალიის წვენი, რომელიც შევინახეთ, ცოტას ვასხავთ. არაჟანის და მაწონის მიქსი და ნადუღის და მწვანე აჯიკის მიქსი. ამას ცოტაოდენ პიტრნის ფოთლებს ჩავუმატებთ კიდე. ეცადეთ რომ ღეროები არ შეაყოლოთ, ღეროს ცოტა სიმწარეც აქვს და შეიძლება ხეშად მოხდეს. წავედით. ეხლა ვიწყებთ ამ ყველაფრის ერთად დაბლენდერებას. სულოდნავ მარილს ჩავუმატებ. ბლენდერი მიხდება? სამზარეულო უფრო მიხდება თუ ბლენდერი? ეხლა გვჭირდება სერვირების თეფში. მაგაზე არ გადის გებჟალი. აი, მაინც. მოკლედ ეს თეფში შემოვაცუროთ. მოკლედ ეხლა ჩვენ დავჭრით გებჟალიას. რულეტი არის. ცოტაოდენ соуს ჩავასხავთ. შემდეგ ჩავაწყობთ ესე ლამაზად. და соуს ცოტას კიდე დავასხავთ თავზე, რომ გაუჯდეს კარგად. სულ უნდა ვზილოთ, რა არ უნდა გავჩერდეთ, ცოტა შრომატევადია, მაგრამ სხვა გზა არ არის. ნელა იწერება. ის ჩოგანი რომ უნდა იყოს, ეს ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ სამზარეულოში ხიხმარება აღგზალეს. ხა სამეგრელოში ღომთან ერთად ჭამენ უფრო გებჟალიას. ეს ვინც უნდა გასინჯოს, იმან უფრო ელარჯთან ერთად მოინდომა და ამიტომ არ გაგიკვირდეთ მეგრელებს. მოკლედ ღერღილი მოიხარშა, ეხლა გადავდივართ ღომის შეზავების პროცესზე. უნდა ჩავაყაროთ ჭადის თბილი და მოითუშოს ჭადის თბილი და მარილი. ახეთ როგორი მასა არის? ეს არის ღომის ჩაზელვა. უნდა ჩაიზილოს სასურველ სისტემდე. ეს დავამატოთ. ეხლა ეს უშოთ იქამდე, სანამ გაიგვერდებს მოიწოვს რა. ეს სადღაც 20-25 წუთი მაინც უნდა ითუშოს ყველაზე ცოტამ. მოკლედ, ღერღილი მოიხარშა.
ქვილის მოითუშა. გადავდივართ ყველის ჩაყრის პროცესზე და ელარჯის მომზადებით. მოკლედ სამზარეულოში ესეც სიწყმარე იმიტოა რომ ღამის პირველი საათი არის, ეს მაინც ალბათ გაგიჩნდებათ ეს კითხვა. დღევე ვიმუშავეთ, ეხა ვიდეოს ვიღებთ და იმედია დაგვიფართება და გამოგვიწერთ მაინც. ყველი არ უნდა ჩაიხარშოს, თან დაბალზე ვაყენებ. ყველი უკვე ჩადნა. ეხა რა ხდება? ყვავი არის ძალიან ცხელი და ხელს ვერ ვკიდებ, ამიტომ ესე დავიწყოთ. გემრიელობა იქნება, მაგას ნახავთ ცოტა ხანში. მოკლედ ელარჯი მომზადდა. ეხა ამას გადავიტანთ ხის დაფაზე. ოდნავ დანამულზე, რომ არ მიეკრას. შემდეგ გავასერვირებთ და გავასინჯებთ ჭიერ ხალხს, რომელიც ამდენი ხანი ჩემს გვერდით იდგნენ. ესე და შუაში ჩავსვათ კიბჟალია. შეგიძლიათ ხელი დაისველოთ ხოლმე, რომ ჩემსავით არ გეწოდეთ. ესე, բոլოს გავუმართლა ყველაზე მეტად. აქვე ჩავსვათ კიბჟალიაც, ესე გავასერვიროთ. ერთად რო შეიჭამოს. ასხათ ჩვენი соуსი. ესე. სერვირება დავასრულეთ და ეხა უკვე დეგუსტაციის დროა. მოკლედ ეხა მიირთვით და გაგვიზიარეთ, ცოტა გაგვიცივდა, მაგრამ გაგვიზიარეთ. მე თქვენთან მოვალ. დასავლია მართლა. დასავლია მართლა. უმაგრესია. უნება. ვერა სიტყვით ბატონო გენო. ოქროს ხელები გაქვთ ძალიან გემ. ძალიან მაგარია ძმა. ესე იგი დღეს გემშვიდობებით. დანაყრებული ხალხის ფონზე და თავი შემდეგი გავომიწერე შეიძლება შეიძლება